შემიძლია რომ აი ესე და всё. რა. უხე ძალიან private body არის. აი საშინელი. ძალიან personal არის, მაგრამ და კაი, არაფერს არ ვიტყვი ისეთ. კაი, გინდა გაგრძნობინო? მე მგონია რომ უფრო დიდი ემოციური ინტელექტი მაქვს ვიდრე შენ. არა, ეხა. შევწყვეტი რა არის, მაგრამ რატო? რომ მინდა რომ კარგი რაღაცები გითხრა და შენზე კარგი რაღაცები ვთქვა. თქვი მე. ეხლა ცოტა აგრესია გამოჩნდა მაგას მიმართ რა. აი ახლა. მე მაგიტო ახლა შემეწევ. ნუ ხო, თუ გულწრფელობა. პირველად ტელევიზორში დაგინახე და ძალიან მომიტა. რომ მითხრა სიტუაცია თქვა ჭირდება რაღაცა ჰიმალაის მთიდან რაღაცა ლოტუსი, წავალ და მოვიტან რა, ანუ არ მეზარება და აი ეს უბრალოდ რო ზის და ანუ აი ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო. რატო გეწყინა? ხო რა. კაი, არ მეტყინა შემდეგი. არა, მაშინ უნდა მოვიფიქრო. პრიმატივით ლაპარაკობ ხარ. ეგრე არის სუიში, ჩაკაპული. ხო, კაი, ჩაკაპული. თვითონ კარგი საშუალება არის რომ გაიხსნა რა. კიდე მოვალთ ხოლმე და. თუ შეიძლება რა, შეიძლება. ერთი სეანსი რომ დაგვიჯავშნათ კიდე. არა, ხო, ძალიან კარგი ის არის გამოცდილება იდეაში რა. კაი, მაშინ კლაპი. დავიწყოთ. აჰა. მე და თაკო ეპიზოდი 1. არიცი. მე პირველი კითხვა უკვე ვნახე და იმდენად მაინტერესებს შენი პასუხი, რომ მე დავიწყე. დაიწყე მაშინ. რა გასწავლა ჩემთან ურთიერთობა? პირდაპირ hardcore კითხვები დავიწყეთ. რა მასალა შენთან ურთიერთობამ და მასწავლა რომ უნდა იყოს უფრო მომთმენი ადამიანი ზოგადად. უნდა იყოს უფრო გამგები. და ეს გასწავლა როგორც თეორიულად ისე თუ შენი აზრით უკვე ხარ უფრო მომთმენი და არ უკვე ვარ. ან მასწავლა რა, ეგ გაკვეთილი მივიღე უკვე. არ ვიყავ ეგეთი მომთმენი და არც გამგები არ ვიყავი და უფრო და უფრო ხდები და იმას ხდებით რომ ადამიანებს ის მასწავლა რომ ადამიანებს იმაზე უფრო მეტად ჭირდებათ გვერდში დგომა ვიდრე მეგონა რომ ჭირდებოდათ ზოგადად რა ინდივიდებს. ეგ ნამდვილად გასწავლა. ხო და ხო ბევრი მასალა უკეთესი გამხდა ჩვენ ურთიერთობა. ანუ კარგი ინფლუენსი ვარ შენზე. კარგი ინფლუენსერი ხარ შენ ცხოვრებაში. კაი, შემდეგი, ხო? ხო ეგრე არის. ხო. ჩემთან ურთიერთობა უკეთეს ადამიანად ხდის? ეხლა რო გიპასუხო რა არა. არ ხდის. საშინელი. ხო. რა თქმა უნდა. და მე მგონია რომ ადამიანის ზოგადად ძალიან ვაფასებ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისებაა ჩემთვის, როცა არის დისციპლინირებული. და შენ აი პირველ რიგში რატომაც ეგ გამახსენდა, რომ აი მაგას მასწავლი და ჩემ თავში აი საერთოდ რომ ნული დისციპლინა იყო, ეხა მოიმატა და სხვა ანუ დისციპლინა მე კიდე სხვანაირად ცვლის ცხოვრებას რა. ბატონო. აი ყველა ასპექტში სხვანაირად გეხმარება და სხვანაირად იზრდები და შენ რომ ეგეთი ადამიანი გამხადე, დისციპლინირებული ცხოვრების ყველა ეტაპზე მეხმარება კი და დამეხმარება ალბათ. ჩვენიერი პასუხია. მაგრამ უკეთეს შემიძლია კიდე გასწავლო დისციპლინა. ნუ ზომიერების ფარგლებში. აჰა. კაი, შემდეგი. გაიხსენე ყველაზე ბედნიერი მომენტი, რომელიც ჩემთან გაკავშირებს. ანუ ეგ უდაოდეთ ვინც გვიცნობს ყველა მიცის რა იყო ჩემი ყველაზე ბედნიერი მომენტი ასე ბუსკა გაჩნდა ხო მაგაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში ანუ ჩვენი შვილი როცა გაჩნდა ანუ მაგაზე დიდი ბედნიერება არასდროს არ მიგძვნია და რა მაგის მერე ყოველ დღე ძალიან ბედნიერია და სულ იმიტომ რომ მე შენ და ნინა ერთად რო ვიგვიძებთ ეგ უკვე ძალიან ის არის რა ხო კი მაგრამ ეხლა ძალიან ეკოისტური ვიქნები და უფრო ანუ უფრო მარტო და შენ ხო უფრო მარტო და შენ რომელიც ხო ყველაზე ბედნიერი მომენტი რომელიც შენთან აკავშირებს
ძალიან ბედნიერი ვიყავი. როგორ არის ძალიან ბედნიერი ვიყავი, რაღაც მომენტები არ არის ხოლმე, რა უფრო ეს პერიოდები არის რა, ბედნიერი პერიოდები ყველაზე ეს ანუ ყველაზე ბედნიერი რაც ეს ბედნიერადაც მახსოვს საბერძნეთში რო ვიყავით ერთად. აი ეგ მახსოვს ყველაზე ეს ბედნიერ მომენტად რა. ბავშვი რაღაც თითქოს საერთოდ არ ვიყავით. ხო, აქ არ ვიყავით რა. ეგ იყო. კიდე მაგ პერიოდში მე მახსოვს რომ ცოტა ხნით ადრე ძალიან დიდი ის მქონდა სტრესული სიტუაცია და მე წავედი საბერძნეთში. კი. ხო. მე მაგ პერიოდისთვის. კიდე, რავი. ხო, ეგ მეხსენდება ყველაზე ბედნიერი პერიოდად რა. ის მაინც გეთქვა რომ რა. ყველაზე ბედნიერი მომენტიო და რაღაცა ხელი რაღაცა ქორწილი ან რა ვიცი. აჰა, ყველაზე გებრიელე ყველაზე ბედნიერი მომენტი. ხო, არ ვიცი, ეს რაც გამახსენდა ეგ არის. ჩაძახილი, არ ვიცი. ეხლა ჩემი კითხვა არის? შეგეძლია გაიხსენო ჩემი საქციელი, რომელმაც ყველაზე მეტად გატკინა გული. უφე ძალიან private პონტი არის. აი, საშინელი. ძალიან პერსონალური, მაგრამ რა. აი, არაფერს არ ვიტყვი ისიც, რომ არა, ხო, არა, შესაძლებელი არაფერი არ არის, უბრალოდ ძალიან ისეთი არის რა. არა, ცოტა დაიძაბე. რავი, რა სიტყვი არ ვიცი, მაგრამ მიდი. ახლა ვაფშე არ უნდა ქონოდა ეს მომენტი, იმიტომ რომ ანუ შენ რო არაფერი არ გეტკინა ჩემთვის ეგეთი რეაქცია ახლა არ გექნებოდა ამ კითხვა. ანუ ურთიერთობა რა თქმა უნდა, რაღაცები გვტკივა. რაღაცები გვტკივა ახლა რა ურთიერთობაში და უბრალოდ ეგეთი ისეთი რა. კაი, ცოტა დრო მჭირდება მე მგონი რომ ვიფიქრო წავიდე. ანუ უკვე კაია, ხედავ. კიდე გითხრა? ხო. მაშინ რა. ვიჩხვედი და სახლიდან რა წახვედი. ნიკოლაძეს რო ხოდა რო არ გამოგეკიდე. აი რა ვიჩხვედი და წავიდა და არ გავეკიდე, იმიტომ რომ ეს გაფრაზებული ვიყავი და მაგაც ანადგინა გული. აღონდა რა მოხდა? ერთხელ შემურეკავ რომ უკანეთო არ მომყვები მეთქი და მე მიბრუნდი სახლში. აუ საშინელება იყო. ხო, რაზე ვიჩხვედი არ მახსოვს. არც მე არ მახსოვს. მაგრამ იქ მახსოვს რომ გეწყინა. ძალიან მეწყინა. სახლიდან წავედი, აი დემონსტრაციულად. რა აუცი, ერთხელ მაინც უნდა ეთქვა რომ თაკო მე თუ დაიძახა. თუ შეუტრიალებული ყავი არა. ხო, გაი. ახლა კარგად გახსენდება. სიმწრით მოbrunდი სახლში. ისე რო გამომყოლოდი და რო გეთქვა რომ აი თაკო არ წახვიდე, წავიდოდი. წვიმა რო წამოსული იყო. ხო, წავიდოდი. იმიტომ რომ მშვიდად ვიქნები. ხო. ტოქსიკ კაი ბოდიში. ნინი. შემდეგი ხო? კი. როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაშიც ყველაზე მეტად ვგავართ ერთმანეთს? ბავშვები ვართ ორი ერთნაირად რაღაცნაირი რა. და აი ჩვენ გვიყვარს ზოგადად რომ ერთმანეთს ვეძახეთ ლაღებს და ჩვენ ურთიერთობას ლაღს ვეძახეთ რა. და ანუ ეგ სილაღე ერთნაირად გვაქვს მე და შენ, რაღაც ეგრე მგონია რა. ხო. კიდე რაში ვგავართ? უნდა დავფიქრდე. ბევრ რაღაცაში არ ვგავართ ერთმანეთს და ბევრ რაღაცა რაში ვგავართ ეს ხო, მაგრამ ვავსებთ, ვაბალანსებთ. ხო რა. ხო. მაგრამ ის პროცესი ხომ რებში არ ვგავართ და რაში ვგავართ, ეხლა ეს არ მომდის თავში რა. ჩვენი აზრით რაში ვგავართ. მითხარ. მე შენ კითხვა იყო ახლა. კაი. როგორ ფიქრობ, რა არის ის, რაშიც ყველაზე მეტად განსხვავდებით ერთმანეთისგან? აჰა. რატო ხარ ამაზე? რაში განსხვავდებით ერთმანეთისგან? აი თან ბევრი რაღაცით. ისე შენ რას გულისხმობდი რომ ამბობდი უფრო მეტი რაღაცით განსხვავდებითო? უფრო მეტად არა, ბევრი რაღაცით განსხვავდებით, რაც უფრო ჩან. მიდი თქვი. და მე მეუპასუხო თუ. თუ არ მომეწონება შენი პასუხი. კაი, ცა დავიფიქრებ, კაი. უდენი ხანს გინდა. უშო რა არის ადამიანის თვისებები? შეიძლება რომ გავდეთ და განსხვავდებოდეს. აი, ხო. ვიპოვე პასუხი. ემოციებს ნუ ყველა ადამიანის სხვადასხვანაირად აღიქვავს, მაგრამ მე მგონია რომ უფრო დიდი ემოციური ინტელექტი მაქვს ვიდრე შენ. არა, ეხა. არა, ხო. არა, შეუწყობოდი რა არის, მაგრამ რატო?
მე მგონია რომ ყველა ემოციას უგრძნობ, თან როგორ იცი, აი სულ პატარაზეც რო იყოს საგრძნობი, მე მაგასაც ვგრძნობ რა. და ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე შენთვის რაღაცების არა მარტო ის რომ მე რა მეწყინა, არამედ აი თქვა რაღაცა ფილმს რო უყურებთ, იქაც შეიძლება გითხრა რომ აი ამას ეს რეაქცია იმიტომ ქონდა რომ თქვა ეს გაუხარდა, ამაზე გაბრაზდა, ესე იგრძნო. ანუ მაგას ვერ ხვდები თქო კი არა? არა, ხვდები ხო. თითქოს ხვდები რა სახე. ანუ ერთმანეთს მე ჩემს იმას განსხვავდებით ხა მაგ გრძნობებს თუ მიდგა რომ ანუ ბევრ რაღაცას თითქოს მგონია რომ მე შენ თუ გაასმაგებულად გრძნობ მე მაგის არ ვიცი რა შეიძლება ვერ გრძნობდი რაღაცას რა ასე გულაპარაკე მაგას ბევრჯერ მონატრების გრძნობა თქო ასე არ ვიცი თქო როგორია თქო რა და რაღაცები თაკოს რო წყეს ვერ ხვდები რატომ გეწყინოს ძალიან საინტერესო არის ხო შორის ეგ მონატრების ამბავი რა ჩინახსენე ხო აი რა ვიცი მგონია რომ გუში მოვპარაკობდით მაგაზე ზუსტად რაღაცაზე ვთქვი რომ მენატრება თქო დედაჩემზე ვთქვი მე მგონი. ხო, რაღაც ეგეთი. გუშინ ხო რამე დღეს ხო. და შენ მითხარი რომ რატომ მივედით საერთოდ მაგამდე რომ მომენტა დედაჩემი და მე ვთქვი რომ ეგრე ადულად როგორ გენატრება ორი კვირა არ გინახია თქო და. ხო, გაუკვირდა რომ რანაირად გენატრება დედაშენი. მე მივედით იქამდე რომ დიმიტრი შეიძლება არ ვერ გრძნობ ეგრე მონატრება. ანუ ვერ გრძნობ ან ძალიან რომანტიულად უყურებ მაგ გრძნობას და მგონია რომ რაღაცა სასწაული გრძნობა უნდა იყოს რა. ხო, მართალია. ორი ვარიანტი. ხო, ანუ ხალხი რა ფილმებს და ხო, ლექსებს და სიმღერებს წერს ხო. შეიძლება გრძნობ ეგ არ არის ეგეთი. ხო, მაგაზე მოკლედ რა ვიცი, სტროფსაც ვერ დავწერდი რა. თავიდან მეწყინა, მაგრამ ეხა აღარ მეწყინა. ანუ ისე რომ ვეკნახო, შეიძლება გავგიჟდა ისე მომენატრო. მაგრამ ხო, ფიზიკურადაც და შენ მომენატები შენ მომენატები რაღაც პერიოდში. მიხვდი? კაი, გინდა გაგრძნობინო? ეგ კაი. შემდეგი? ხო. ჩემი კითხვა თუ შენ ეგარ მოხსოვს? მე უნდა გკითხო. კან. არის რაიმე, რაც გინდა რომ ჩემ შესახებ იცოდე, მაგრამ არასოდეს გიკითხავს. კარგად იფიქრე. არა, შემდეგი. არასოდეს მეკითხავს? ეგ იმაშიც რაღაცა მინდა, ანუ ეგეთი არაფერი არა, ანუ რაღაცა შეიძლება და ვერ ვიდავდი რომ კითხო რაღაცა. ეგეთი არანაირი ის არ არის. ეგეთი არანაირი ინფორმაცია არასოდეს არ ვიცი, ალბათ. ან მინდა რომ ვიცოდე და არ ვიცი. ან მინდა რომ ვიცოდე და ვერ გეკითხებოდი, ან ვერ ვიდავდი რომ კითხო, სადაც რომ მაინტერესებს, ყოველთვის გეკითხები და ზუსტად ვიცი რომ იქიდან წამოვა პირდაპირ პასუხი. რაც ყველაფერი გადაშლილი წიგნებით გიცნობ და ანუ მაგასაც ვერ იტყვი რომ არაფერი არ ვიცი ახლა კი არა და ყველაფერი ვიციო რა ნაირად ყველაფერი ვიცი არა ხო ყველაფერი არ ვიცი მაგრამ რაც მაინტერესებს და რაც საინტერესოა ჩემთვის ჯერ ერთის შენ თვითონ გვაქვს ნათქვამი და გვაქვს ლაპარაკება მაგაზე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და რამე რო არ ვიცოდე მაინტერესებს კითხავდი ესე რომელია ის ერთი მოგონება რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ არასდროს არ დამოვიწყდება ჩვენი გაცნობა არასდროს არ დამოვიწყდება რომ ჩვენი გაცნობიდან ძალიან მალე დედა კაი ხო უნდა თქვა ხო ჩემი ქმარია გუთაში წავედით? ხო თუ რაჭაში? გუთაისშიც და რაჭაშიც რა სამ დღეში მოხდა ყველაფერი მაგარი იყო მე ხო და არასდროს არ დამოვიწყდება იმიტომ რომ აი ძალიან კარგი იყო ну შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ეგ ფაქტი ესე აღსანიშნი, მაგრამ ჩემთვის საოცარი მოგონება იყო ქუთაისის საერთოდ. კიდე იმას ვიზავდი. იმ დღეს გავამეორებდი. იქ ძველ თბილისში რო ვიყავით და ღვინოს ვსვავდით. ეგეც მაგარი იყო. კაი. აბანოთ უბაში დავზრწოდით. მაგარი იყო. კიდე მინდა რაღაცებს გახსენებო. აბა. ეს მაგარი ყოველები რომ მოგიტანე, იქ ძალიან ბევრი ყოველები რომ მოგიტანე, მაგაზე დაგიტანე. ხო. უკნდა რომ გიღებდი. ხო. უნდა მენახა დიმიტრი თუ რაღაცა ვერ გნახავდი თუ რაღაც. და ჩავედი ქვევითთან წვიმდა და რაღაც ისეთი საღამო იყო და ჩემ მანქანაზე დამხვდა აი 1 ტონა ყვავილები ალბათ. ძალიან ბევრი ეგეთი იყო და ხა თან ძალიან ბევრი მოგონება მომდის ერთდროულად.
და თან ძალიან მაბედნიერებს მაგის გახსენება და იმიტომ არ მინდა რომ შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. არა გადავიდეთ. კარგი. რომ შეგეძლოს თავიდან განიცადო ერთი დღე ჩემთან, რომელს აირჩევდი? ეხლა თქვი, წინა კითხვაში მაგის პასუხი. ეგეც იყოს. არა კიდე გამეორე ერთი. ეგ იყოს. აბანატუბანის დღე. ძალიან გაიყო. კიდე ერთი დღე რომელსაც გავამეორებდი. ქორწილს არ გამეორები? ქორწილის დღეს? ჩვენი ქორწილის? ჩვენი ქორწილის დღეს მაგრამ მაგამდე რა კიდე ვიხსენებ რაღაცებს. ცოტა უფრო წარსული და მინდა რაღაცები წამოვიღო. აუ ძალიან კარგი იყო კიდე იქ ბერლინში იქ რო ვიყავით. აბანოში. აბანოები მაგრა გვასება. აბანო გოგირდი ვინ. ძალიან ისეთი აბანო იყო. არა, ძალიან კაი იყო ეგეც. აი ძალიან. კიდე ბაბალი ერქვა ხო? ხო. ყველას გირჩევთ რომ წახვიდეთ ბერლინში ზამთარში. ზამთარში. ქორწილის დღე ხო? ქორწილი ტოპ ქორწილი ქონდა. ჩემი აზრით რა საუკეთესო ქორწილი ქონდა, რაც შეიძლება ქონოდა ვინმეს. თან ეს ყველაფერი დაიგეგმა ორი კვირთადრე. ორი კვირთადრე. და ნუ აი რაღაცას ვლაპარაკობთ, რა ქორწილი გვინდა, არ გვინდა საერთოდ და ქორწილამდე მართლა ზუსტად 3 კვირა იყო დარჩენილი და მე ვთქვი რომ ქორწილი მინდა საბერძნეთში. თაკარი ორსულად. ხო. და ორსულად აკომ თქვა, ესე იგი შესრულებელი იყო და შესრულდა. 3 კვირაში წავედით ქორწილი ქონდა საბერძნეთში ზღვისპირას. საოცარი ევენთ მენეჯერი ხარ. მოიცოდეთ ხო? შეფთან ერთად ივენთ მენეჯერიც ვარ კარგი. არა მეტო. კი. ხო, ბევრი დღეებია, მაგრამ რაღაცა ეხლა რაღაც რაც გამახსენდა ეს არის ეხლა რა. ეხლა ხო იცი, აი, ჩემ ტვინში რა ხდება იცი, რომ მინდა რომ კარგი რაღაცები გითხრა და შენზე კარგი რაღაცები ვთქვა. თქვი, იქნება ეგეთი კითხვა რა. ანუ აი, ეხლა ძალიან გაფასებ, ანუ სულ გაფასებ, მაგრამ ეხლა ძალიან. ანუ ეგ არის, ეს თამაში მაგას შეიძლება. ძალიან მაგარი ხარ. შეიძლება მაგარი ხარ, შემოსწოცხლე. ეს კაი კითხვა. რა იფიქრე პირველად როდესაც დავინახე? კაი. შენ მე უნდა მეკითხა, ხო? პირველად ტელევიზორში დაგინახე და ძალიან მომიტა. არა, ლაივში დავინახე. ლაივში დაგინახე? მე ვიცი ფიქრე დავა თქვი. რა? ნათქვა მიგაქვს ბევრჯერ. აი. რა? მიდი. რა, აი მაინტერესებს თქო. არა. აი მეც ვიტყვი რას, ანუ შენ თუ ეგ შეგოგას არ ფიქრობ? მე არ ფიქრობ, მინდა. აი. თავიდან რომ დაგინახე. მეთქი მართლა რა სიმპათიური ყოფილა ეს ბიჭი. მაგრამ ყოველთვის იყო მაგრამ, სანამ გაგიცნობდი რა. მე მომდი რომ ეს საყვარელია მაგრამ. აი ძალიან მაგრამ რა. ხო. აი საშინელი. ნერე? და ყველანაირ სიმპათიას ანადგურებდა ეგ ფიქრი შენ მიმართ რა. ესნე. და მე აღმოჩნდა ეგრე? თავიდანაც მეგონე ცოტა. და ეხლა მთლიანად ჩამოინგრა ეგ. აი ეგ რო ეგეთი ვარ? ხო. აი. ანუ მეგონე რაღაც პერიოდის განმავლობაში. ხო ურთიერთობას რო იწყებ, ცოტა ის რაღაც მიდის რა, მაინც. მაინც ცოტა საჭიროა ეგ რაღაც. ხო. მაინც ნიშნის მოგებაზე ხარ მაინც რა. პლუს მინუს თამაშობთ და. ხო და აი ცოტა ეგეთი რაღაცა. აი არ მომწონდა შენ რომ მაგას მეთამაშებოდი. აი მე მაგიტო ახლა ჩემი წორი. ნუ მე ვფიქრობ რომ ხო, კაი არა, და ახლა ორ მაგის სტანდარტები და რა. არა უნდა მეთქვა რომ მე ვფიქრობ რომ მე უნდა მეთამაშე თქო და შენ არა თქო და მე მივხვდი რომ ეგ არის ობიექტურად, მაგრამ ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ და ნუ ესე ვფიქრობ რა გავაკეთო. ვერ ფსურე. ვიცი, ორ მაგის სტანდარტების. არა. სექსისტი რა ყველაფერი, მაგრამ ხო, თუ გულწრფელობა იყოს. როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ცხოვრება 20 წლის შემდეგ? 20 წლის შემდეგ იფიქრე და თან და რა ქვია მაგას, დაამანიფესტირე. კავშირი ეს წელიწადი წინ არც არ გამიხედია ცხოვრებაში ალბათ რა. აი ეს.
დაგეგმის ერთ წელიწადში. აი დაგეგმის პონჩი რა ხო? არა, აი ესე რომ წარმოვიდგინო როგორი მექნება, როგორი იქნება 20 წლის შემდეგ, 20 წელი ძალიან ბევრია. 20 წლის შემდეგ ნინა იქნება 20 წლის. 50 წლის. და 20 წლის იქნება ნინა. ჩემი ბოისკა. ჩემი გოგო. 20 წლის შემდეგ მე მინდა რომ ჩვენი ცხოვრება იყოს. არ მჯერა რომ ნინა იქნება 20 წლის. ეგ ვაფშე მიბლოკავს ყველაფერს ხო? ჩემი სიყვარული. კაროჩი მთავარია რომ ნინა იყოს იმაზე, რა თავის გზაზე დაყენებული, იცოდეს რა უნდადეს. ნუ შეიძლება არ იცოდე. ანუ ეგ მინდა რომ როგორ წარმოგიდგენია რა, რომ ნინა უკვე იცის რა შვება ცხოვრებაში, არის ბედნიერი, რაც რა გზას აირჩია, რას საკეთებს. ჩვენს ბედნიერები ვართ, მაგის ბედნიერებით. ხო რა, ყველა ვართ კარგად და ჯანმრთელად, თავი ეგ არის ჩემთვის რა, და ნინა იყოს ის ვინც უნდა რომ ნინას იყოს რა. 20 წლის შემდეგ ეგ არის. და ჩვენ ვიყოთ ერთად თავარია და კარგად ვიყოთ რა, ესე. ხო. იტალიის იმაზე სანაპიროზე ეგ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ რაც მართლა მინდა ეგ არის რა. დანარჩენს უკვე ცხოვრება თვითონ მოიტანს. თუ იტალიის სანაპიროს თუ იმის სიდნეის ოპერას. ნახავთ მე როგორ იქნება. Next chapter. 20 წლის შემდეგ ჩემი შვილი 20 წლის იქნება, მაგაზე გიждდები. და 30 წლის შემდეგ იცი რომ 20 წლის იქნება. Просто. არა 20 წლის ნინა. ზართული წარმოსადგენია მამისთვის 20 წლის გოგო. რა არის ერთი რამ, რაც გინდა რომ შევინარჩუნო და არასდროს დაიკარგოს ჩვენს ურთიერთობაში. მაგაზე ხო დღეს ვილაპარაკობ. და თქვენ სილაღე რა. პასუხი იყო სილაღე და ეს რაღაც ბავშვობა, რაც ყველაზე მეტად მოგწონს ერთმანეთში. ეგ არის თვისება ჩვენ ორში, რაც ყველა ვარიანტში ეხლა სულ ბედნიერი და სულ იმაში ეიფორიაში ვერ იქნები, ხო? და ეგ ისეთი რაღაცა ინფანტილურები უნდა ვიყოთ. ხო, ნუ და სულ არის რაღაცა, ნუ ხო, სულ ეგრე ვერ იქნები რა. ხო, სილაღე არ დავკარგოთ ჩემს, იმიტომ რომ აი საბოლოო ჯამში მე რო რაღაც ვიდეოები რო ხდება ხოლმე TikTok-ზე ბებერი წვილის რაღაც სისულელს აკეთებენ. ეგ მოგწონს რომ ბავშვები არიან რა. და ეგ ბავშვი თუ იქნები არ დაკარგო ახალგაზრდობას და ახალგაზრდა ხარ სულ ლაღი ხარ და სილაღე და ახალგაზრდობა არ დაკარგო. და ეგ გაიჩნდება გრუმი ისეთი ბოროტი ტიპი. ლაღი თუ აღარ ხარ. ხო. ჩვენ ბოროტები ვერ ვიქნებით რომ ძალიან ლაღები ვართ. და თენცი რა არის? მე მგონია რომ ჩემში აი ისეთი სილაღე არის, რასაც აი ყველა ვერ გაიგებს რა. ანუ და ისეთი ბავშვობაც თუნდაც. და ყველაზე მეტად ის მიყვარს რომ შენ გიყვარს ეგ ჩემში ძალიან. და მე მაგას აი ძალიან გძნობ. აი ყველაზე მეტად შენგან მაგას გძნობ რომ ეგ გიყვარს ჩემში. და შესაბამისად მაგას რო გძნობ ეგ ბავშვი ჩემში უფრო მეტად იღვიძებს. კი. მაგარი. თან რო იცი ჩემზე რაღაცები, ანუ მაგარია. მაგარი. კაი, შემდეგი. როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც შენ ცხოვრებაში გამოჩნდი? ბოდიში სანამ უპასუხებ, დიმიტრის მეგობრებიც მეუბნებიან ხოლმე, რომ აი შენ მერე დიმიტრი ისეთი კარგი ბიჭი გახდა. როგორ შეიცვალა და იცადა დედამიწა რა. ზედმეტად. აი ძალიან. რა ვიცი. 180 გრადუსი თუ რამდენი შემოტრიალდა, ალბათ ეგრე ვიტყოდი. რომ ბევრად უფრო გავიზარდე, ანუ გავიზარდე. უფრო დავჭკვიანდი, ასე ვთქვათ, ოღონდ მიეხო დავჭკვიანდი რა, აი კილომეტრებია, მაგრამ ხო. ეს ფაქტია, სტაბილური რა, მიწაზე. მიწაზე დავიშვი. ხო. და უფრო დავიწყე ასე ვთქვათ, მომავალზე ფიქრი და ჩემ თავზე ფიქრი რა, ჩემი თავი უფრო შემიყვარდა შენთან ერთად რა. აი ეგ ძალიან მიხარია, ეგ რაც თქვი ბოლო ძალიან მომწონს, მაგრამ ის დანარჩენი რაღაცები, აი ხანდახან ადამიანებს აი რაღაც მომენტი შეიძლება კმაყოფილი იყო მაგეთი რომ მიწაზე დაეშვი თუ რაღაც, მაგრამ მერე უკან რო იხედები რაღაცა გენატრებოდეს ის რაღაც თავქარიანობა და კმაყოფილი ხარ მაგეთი? ძალიან.
პრინციპში თუ მოგინდა ისეც თუ მომინდა რა შენ ანუ არც შენ არ დამიშვა თუ მომინდა შენ სამყვები თუ ასაყოლი იქნება ანუ ეგ არაა პრობლემა მაგრამ როცა შენ უკეთესად გრძნობ მე თავს მე უბრალოდ უკეთესად ვიგრძნი თავი მოკლედ იმის მე რაც მე იმის შემდეგ რაც შენ გამოჩდი რა და ბევრად უფრო კარგი ადამიანი გავხდი ყველასთან ურთიერთობაში და არა მარტო შენთან რა აი როგორ დავმონტაჟებთ ეცე ინტერვიუ რო არის მეორე რო კარგი ხობს კიდე რა ვთქვა იცი რა მე გეუბნები რომ რამით უკმაყოფილო თუ ხარ რა შენ გამოშინ ჩემ ცხოვრებაში არ არის უნდა ვიყო იეი არა თუ ყოფილი არა ანუ კმაყოფილი ვარ უკმაყოფილო ანუ უკმაყოფილო რატო უნდა ვიყო არა არ უნდა იყო კარგი არ ვარ ხო არ ვიცი შენ ჩამაწვეთე ხა და ვეხვდები რატო შენ ამით უკმაყოფილო ხარ არა ხო ძალიან კაი შემდეგ გავაგრძელო კი რა არის ყველაზე სულელური რჩევა რაც კი ოდესმე შენთვის მომიწია აუცილებლად ყოფილა აი ეხლა როგორ გამახსენდა იცი აი ემოცია გამახსენდა რომ ვიფიქრე რომ აი თავი დამანები ანუ დეგენერატოს ნუ მეუბნები აი არ ვიცი აი ემოციის დონეზე გამახსენდა და ეხლა გავიხსენებ კონკრეტულს მე რა მახსენდება იცი რომ ნებისმიერ რჩევა რაც კი მომიწია აი უბრალოდ ანუ კორპორატიულ ცხოვრებაზე, ანუ აი მუშაობაზე, სულელური შეიძლება არ ყოფილა, მაგრამ ყველა რაც მომიცია მგონია რომ სულელურია. ან იმ დროს გეგონა. რომ არაფერი არ გითვალისწინებია არასდროს. მაგას გეშლებოდა ხომ ძირითადად ნერვები მახსოვს ჩემ რჩევებზე. შენ რჩევებზე მეშლებოდა ნერვები? არა, ნერვები ცოტა მეშლებოდა? ვაზე. რომ შენ აი ისე მიდგებოდი რა. დამრიგებლური ტონი მქონდა. ნუ შენ გონია ხომ რომ ტიპურად რაღაცა. შენ გონია შენ გეგონა ხომ რომ ალბათ ეგეთი დამრიგებლური ტონი მქონდა ხომ. რჩევას მგონია რომ ეგ ფილინგი მოყვება შენთან რა შენ ტვინში რომ ვიღაცა რჩევას უკაზდევს ისეთზე რომ ანუ რაღაცა უნდა რომ გასწავლოს მგონია რომ აი ეგ მასწავლებლური ტონით გესმის ტვინში მივხვდი და პირდაპირ აგრესია გეჩნდება. და ცოტა ეგ გაქვს მიუღებლობა გაქვს მაგის რჩევების ზოგადად ცხოვრებაში. ალბათ გააჩნია რა. შენ შეიძლება ისე მითხარი რომ შეიძლება ფიქრობ რაღაცა არარეალურია და მე რასაც გეუბნები ეს არის სწორი. და რა ის რო იქნებ. არა ეხლა წიმაჩვები არა. რა. არა. როდის გრძნობ ყველაზე დისტანცირებულად ჩემგან თავს და არის რაიმე რაშიც ფიქრობ რომ ვერ გიგებ. მაგარია. ეს თემა მომწონს აბა. დისტანცირებულად თავს. ძალიან მომწონს რომ ისეთი კითხვები წამოვიდა შენი მიმართ თუ ჩემგან შენი მიმართულებით რომ ეგეთი გახსნა გიწევს რა. იმიტომ რომ ძირითადად მე სულ გელაპარაკებ ხოლმე ეგეთ რაღაცებზე. და შენ ტვინს გიჭამ რომ ელაპარაკე. დალია და ცოტა გაიხსნა. მაგარი. დისტანცირებულად თავს გრძნობ ყველაზე მეტად თავს გრძნობ მაშინ დისტანცირებულად მაშინ როდესაც რაღაცა ყოველდღიური პრობლემები რაც არის რა აი ცხოვრებასო პრობლემებიც მოყვება და დაყვება მაგ პრობლემებთან ხოლმე მგონია ხოლმე რომ მარტო ვარ რა და ეგ მაგ ხოლმე რომ რამეში ვერ მიგებ არა მაგრამ შეიძლება არც მინდა რომ გამიგო ანუ არ გაგებინებ რა ხო და ეხლა მე გეტყვი როდესაც დისტანცირებულად ხარ ჩემთან მე ყოველთვის ვიცი რომ რატომ და ყოველთვის ვიცი რომ ეგ არის პასუხი და ხანდახან მე თვითონაც ვარიდებ ხოლმე თავს რომ შემოვიჭრა და რაღაცები რავენ დაგამშვიდო ან რაღაცა იმიტომ რომ მართლა ეგრეა მართლა ეხლა რასაც იძახი გარკვეულწილად ამ ეტაპზე მარტო ხარ. ნუ ხო მარტო ხო. შენ რასაც ფიქრობ არ არის ეგ რეალობასთან შეუსაბამო რა. შემიძლია რომ უფრო მეტად გაგიგო და გუჩი დაგიდგე რაღაცებში.
ხო რა. და ხო, ნუ თავს ვარიდებ ხოლმე სიმართლე რო გითხრა რა. იმიტომ რომ ამ ეტაპზე არ ვარ მზად რაღაცებისთვის. იმიტომ რომ 3 თვის წინ მშობი არის რა. რა ვიცი. ხო. მაგრამ იმაზე ვფიქრე ხოლმე ეგეთ დროს რომ ცოტაც. გე. მაგრამ ნუ შენ საფიქრალი ვფიქრე ხა. მე ჩემს საფიქროს ვფიქრობ. კაი, ეს კითხვა. მოგონები რომ დავკარგო, როგორ გამახსენებდი შენ თავს და ჩვენს ურთიერთობას? ჩვენი შვილით რა. რა? ხო, თუ არ გაგახსენდებოდი, რა გავაკეთო? რა სიზავდი? აი დავკარგო ყველაფერი და ეს პოსტი მანახელი ნას. აი ბისკა. აი ბისკა. შენ გგავს ეგეც. და რას მეტყოდა? ეს დამანახე და ეს ვინ არის გაკითხები და ჩემი შვილი და შევინ ხარ თუ გაკითხები ვაფშე. ეს ჩემი შვილიც არის და შეიქცო. ჩვენ handshakes გავაკეთე. ველი წარ არსებობს. აი მოგონებები რომ დაკარგო, რაღაცებს უბრალოდ მოგიყვებოდი და გეტყოდი სიამბლეში ვინ ვარ ახლა რაღაცების ხსენებას და გეხვეწებ გაგახსენდეს თქო არ დავიწყებდი რა. გაგამოაკლია რომ გეხვეწოს ამბავი. არა არის გამავი, ნუ. თუ არ გაგახსენდები რა. არა. ნუ მე შევეცდებოდი რომ ალბათ მოგიყვებოდი ქრონოლოგიურად ჩვენი ურთიერთობის რაღაც მომენტებს და ეტაპებს. ამნეზია რა, ეს დასრო იპასებს და. თუ არც რა. ორი ჯერ ცდიდა რა. ახლა. კარგი. ნუ გავითვალისწინებ რომ ამნეზია არ დამემართოს ცხოვრებაში. რას უნდა ვაკეთებდეთ ხშირად რომ არ დავკარგოთ ერთმანეთი? ახალ რაღაცებს უნდა ვაკეთოთ ხშირად თუ არ დავკარგოთ ერთმანეთი. აი ახალ რაღაცებს უნდა ვცდიდეთ ცხოვრებაში რა. შეიძლება იყოს ეს ჰობი, შეიძლება იყოს ეს რაღაცა, ახალი საჭმელი, ახალი ახალი რაღაცები რო ცდილობთ ხოლმე. ჩვენი თავი არ მოგუბეზრდეს და ჩვენი თავი ჩვენი თავი ხო და მე გადმოვა ეგ ურთიერთობაში რა. ხო, არ მოგუბეზრდეს, ჩვენ უნდა ვაკეთოთ. ჩვენ უნდა გავიზარდოთ, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ახალ რაღაცები რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ხო, მართლა ეგრეა. შენ თუ არ აკეთე ახალ რაღაცები, შენ თავს ბერდები და ძველდები რა. მოძველდები და რა ვიცი. ხო, შენ თავიც აღარ გინდა ხა სხვა რატომ უნდა გინდა. ზუსტად. ხო. სიახლე ყოველთვის საჭიროა. ნუ და სულ მაგას ვძახი ხოლმე ჩემ თავში რომ რაღაც ყოველ კვირას ახალი რაღაცა რო ვაკეთო, ბევრად უფრო ფანი იქნება ცხოვრება რა. საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, თუ გინდა რომ ურთიერთობაშიც იყო რა. პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. Yes. თუ ახალი რაღაცები აკეთეთ ახლა. კაი. რა გაგრძნობინებს თავს ყველაზე უსაფრთხოდ ჩემთან ყოფნისას? ჩემი საყვარელი კითხვა. შენთან ერთად რო ვარ, ძალიან კაია. ძალიან მაქვს პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ძალიან მაქვს ეგ უსაფრთხოების განცდა და უსაფრთხოების რო თავი დავანებოთ, აი შემიძლია რომ აი ესე და შო. რა? გამორთო ჩემი ტვინი. გამორთო ჩემი ტვინი. ძალიან გენდობი. ოპ. დავაი. ძალიან გენდობი, აი იმ ხელადობა მაქვს შენ მიმართ, რომ ეგ არის უსაფრთხოებაც და აი ყველაფერი საერთოდ კარგი. აი მაგრამ შეიძლება ცუდიც არის, არა ძალიან გენდობი. ცუდი რატო არის? ჩემთვის როგორ არის ეს გარეთ დავდივართ ხოლმე ხელით ვატარებ რა, ანუ იმდენად ტვინი აქვს გამორთული რომ შეიძლება აი რაღაცა დაეტაკოს. არა, კაი არა, მე მიყვარს ეგრე რო ხარ ხოლმე, იმიტომ რომ ანუ ძალიან ის არის რა, fulfilled გზნობ ხოლმე თავს რა. და ვიცი რომ ანუ ეგრე ადამიანები სხვადასხვაჭული გენდობა და ნუ მაგაზე კაი გზნობა. ხო. მე მგონი არაფერი არ არის. ზუსტად. შემდეგი. კაი, შენი კითხვა არის. შენი აზრით, რომელი ჩვენი ხასიათი ან ჩვევა აძლიერებს და ამძაფრებს ჩვენს სიყვარულს? არ ვიცი. რა არის? სასკიპის უფლება შენს გაქვთ. ხო. რა არ ვიცი. ანუ უნდა მოვიფიქრო მაშინ ცოტა ხანდა მაცადოთ. ხო შეიძლება? დამაცდი რა ვიფიქრო? შენ შევაძლიერეთ ამძაფრებს ჩვენს სიყვარულს. რატო გეწყინა? ხო რავი. კაი, არ მეტყინა შემდეგი. არა, მაშინ უნდა მოვიფიქრო. დაფიქრება დამჭირდება. გინდა გითხრა რა ამძაფრებს?
ორივე ვართ ძალიან ჯიუტები რა. და მე რა მიმძაფრებს ხოლმე ეცი რომ ანუ სიყვარულს ანუ ხვდები ხოლმე როდის მithმობ, ან როდის მეგithმობ რა. ხო. ანუ ეგ არის ხოლმე რა. და მაგას ხვდები თან ორივე ჯიქურად ჯიუტები ვართ რა, ასე ვთქვა. და როცა ხვდები რომ დამithმე და რაღაცა მაგით ცოტა ეგ იმას მიშვება ხოლმე რომ ანუ მაგას რაღაცა გადააბიჯა რა, რაღაც თავისთავს რა. მე ძალიან შევთხოვ თმობ ხოლმე. და მე თუ დავთმე ხოლმე, ალბათ გონია ხოლმე რომ იგივე ერთხელ ხოლმე რა. ეგ გითხარი, ხო. ხო. ხო, აი CGUT არის რაც ხო მიმძაფრებს ხოლმე რა. ხო. ეს კი. კაი. ჩემი კითხვა არის? რა გაძლევს იმედს მაშინაც კი როცა რთულია ჩვენი ურთიერთობა. ეგეთი უიმედო ჯერჯერობით პერიოდი არ გქონია რაღაცა იმედს გვაქვს. ჯერჯერობით რას ნიშნავს? ანუ ჯერ ხო იმედი არს გვექნება, მაგრამ ხანდახან ხო არის ხოლმე რთული, ხა შეიძლება ვიღაცისთვის რთული სხვა რაღაცას ნიშნავს და ანუ იმედს გაძლევს ის რომ უბრალოდ იცი რომ ცხოვრება ბალანსია რა. ხო. რომ ცუდი პერიოდი გადაივლის. მეც მომენტ ეგრე ვარ ხოლმე რა. თან მე ვიცი რომ მეყვარ ხარ. პირველ რიგში ეგ ვიცი რომ მე მეყვარ ხარ. და ნუ რა თქმა უნდა მე ისიც ვიცი რომ შენს გეყვარ ვარ. კი ბატონო. აიცი რა შენგან რომ მაგას არ უგრძნობდე მე ესე ძალიან ვერ მეყვარებოდი. ალბათ. და ეგ გაძლევს იმედს. ხო, რო გვიყვარს ერთმანეთი. ხო, ეგ არის რა. მე მაძლევს იმედს, ჩვენი თავი გვამაძლევს იმედს და ის მაძლევს იმედს, რომ ვიცი რომ ორივე ძლიერები ვართ ერთად რა და რთული პერიოდი როცა არის, ანუ ეგ მეც მაგის მჯერა რომ ეს არის რა, ბალანსია ცხოვრება. რა ups and downs არის რა, ცუდი და კარგი პერიოდები. ცუდ პერიოდს კარგი პერიოდი მოყვება და უბრალოდ ის არის რომ აქამდე უნდა გაძლო, რომ კარგი პერიოდი მოვიდეს. და ეგ ვიცი რომ გვერდზე ის ადამიანი ყავს, რომელიც გაძლევს შენთან ერთად ნებისმიერი დრო და მომენტი და რა. რა ღირებულებები გინდა რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილს? რა ღირებულებები გინდა რომ ვასწავლოთ ჩვენს შვილს? მინდა რომ კეთილი იყოს ჩვენი შვილი. კეთილი, ანუ ხო, კეთილი უნდა იყოს, ხო, კი. მაგრამ მინდა რომ თან იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი ხალი მინდა რომ იყოს. დამოუკიდებელი ძალიან მომწონს. კი. ეს თავაზიანობას ხო ღირებულება არის, ხო? არ ვიცი, ხო? თავაზიანი რას ნიშნავს? ხო, უზრდელი შეიძლება? ხო, უზრდელი რო არ იყოს, აი, ძალიან ბევრი ბავშვი არის, ხო, უზრდელია ძალიან ბევრი ბავშვი ახლა დღესდღეობით რა. პატივისცემა იცოდეს ხალხის რა, ანუ და პატივისცემდეს ადამიანს და იყოს, ანუ ადამიანობა ესმოდეს რა. აი, ეგ მინდა ყველაზე მეტად. და არ მინდა რომ იყოს რაღაცა რობოტი და არ მინდა რომ რაღაცა ის იყოს. ხო, მე დარწმუნებული ვარ, სწორად გესმის შენ ეგ სიტყვა და იმ ინტერპრეტაციით თქვი როგორც მე მესმის თავაზიანობა, მაგრამ ჩემ ბავშვობაში რაც იყო თავაზიანობა, უფროსები, რასაც ეძახდნენ თავაზიანობას, ეხლა ცოტა აგრესია გამიშა მაგის მიმართ რა. არა, თავაზიანი არის იმას რომ ანუ რა ვიცი, ანუ უბრალოდ რომ შეგხვდება ხან შესული ადამიანი, სიტყვაზე ვთქვათ, უნდა იცოდე როგორ უნდა მოიქცე მაგ ადამიანს, რომ თავი ერძმებინო კარგად, ანუ ხო, მაგრამ უზრდელად არ უნდა იყოს, რაღაც უნდა დაუთმო ადგილი, უნდა რაღაცა, არ ვიცი. წყალი დაუსხა პირველი ვიღაცას, ჩემი ცხოვრება ჩემთან ეგრე იყო რა. კი, აი, ხო. წყალი პატარასია, ხო? ეგეც დავაზიანი ხარ მაგას. მაგას გულისხმობ, რომ შენ კარგი გაგები. ხო, ანუ მე ვიძახე რომ ანუ ეგ ჯენტლმენობას ვიძახე, ანუ მაგას ესე რა საზოგადოებაში რა, მაგრამ ეგ ჯენტლმენობა ყველა ადამიანში უნდა იყოს, როგორც ხალხში, ისე კაცში რა. ხო, მაგრამ ნუ ეხლა ვიღაცა უფროსი რო თავზე გადაგივლის და ეს რობოტის მოუხდეს ეგ არ არის. ეგ არის, მაგას ძლიერი დამოკიდებელი ხალხი, მაგას შეიძლება თავზე ვერ უნდა გადაუგდეს. ხო, ნუ თანასწორი რო იყოს რა ადამიანებთან. ხო, თავი ადამიანობა ესმოდეს, მოკლედ დანარჩენი ყველაფერი იქნება. კი. კი ბატონო. კაი გენინა. ძალიან რთული არის ბავშვის გაზრდა, ხო? კი. ხო, მაგრამ ალბათ არ უნდა დაიძაბო რა. ნუ საბოლოო ჯამში მაინც ის გამოვა, რაც შენ ხარ. კი. ჩვენ არ ვართ ცუდები. ხო. ხო. ეხლა ჩემი კითხვა არის. თუ პირიქით. არა, მე მკითხე შენ. ხო, რაში გჭირდება ყველაზე მეტად ჩემი მხარდაჭერა ახალ ცხოვრებაში? ემოციურად მჭირდება შენ მხარდაჭერა. გაჩა. და ვისლაპარაკება ემოციური ინტელექტი რომ დაბალია. აუ. აი
აი თან შენ ვცდილობ. ხო. შენ როგორი ხარ? ყველანაირად ვცდილობ მართლა რო გვერდში დამიდგე და ნუ შენთვის ალბათ სხვა რაღაცა არის მხარდაჭერა რა. და ხანდახან ჩემ თავშიც არ დაიბრუნე რა ვიშოს. ანუ მე ვიცი პასუხი მოკლედ რო თქვათ ესე არის რომ შენ გჭირდება ჩემგან ემოციური მხარდაჭერა. რაც მე არ გამომდის. ხო და ხანდახან გეხვეწები ხოლმე რომ ხო და ხარ მეხვეწები რომ რაღაცა ხო. ეგ არის ხო, მაგრამ ხო მე როგორც ვახსენეთ, მაგრამ ემოციური ინტელექტი არ მაქვს. ძალიან დაბალი მაქვს, emotional IQ. ხო? ხო, ანუ არიცი ხოლმე, ანუ ის კი არა რომ გინდა ძალიან გინდა. მე მირჩენე როგორ ხა გიხსნით ახლა თქვენს და თქვენს რა რომ მე მირჩენე ადამიანს მითხრას რომ აი ეს მჭირდება. ხო ხდები და რომ მითხრას სიტყვა თქვა მჭირდება რაღაცა ჰიმალაის მთიდან რაღაცა ლოტუსი წავალ და მოვიტან რა ანუ არ მეზარება და აი ეს უბრალოდ რო ზის და ანუ აი ვერ ხვდები რა უნდა გავაკეთო რა ანუ აი რა გინდა წყალი აი ტიპი ვარ რა და შემიძლია რომ წყალი მივიტანო 100-ჯერ მაგრამ ის არ შემიძლია რომ კაი არა უშოს მოდი ხარზე დამადე თავი იტირე ვერ ვაკეთებ რა ვერ უძნობ მაგ ეგ სიგნალის დეტექტორი არ მაქვს რა და თან სასაცილო არა ხოლმე ის რომ აი მაგასაც რომ ეგ ხო იცი რომ ემოციურად მჭირდება რომ ხარში დამიდგე და ისეთ რაღაცებს მეუბნები ხოლმე რომ მე შეიძლება უფრო მეტად ნერვები მომეშალოს ხო არ ვიცი რა არ ვიცი შეიძლება კაცების პრობლემა ეგ არ ვიცი მაგრამ ხო რა არ შემილია რა არ ვერ ვარ ეგ ტიპი რა მაგას მეჩვენია და თუ ტირები გინდა ფილმს უყუროთ იტირე მე ვერ გატირებ ჩემ ხარზე რა ეგრევა რა გავაკეთო რა რამე თუ დაგჭირდება სხვა ყველაფერს გავაკეთებ მიტანა მოტანა აზიდო ჩავაზიდო პრიმატივით ლაპარაკობ ხარ ეგრე მაგრამ ეგეც მეხმარება აი მაგას რომ მეუბნები ხოლმე გვილაპარაკე რამდენჯერმე რომ მაგას რომ მეუბნები რომ აი გულწრფელად რო თქვა არ შეგიძლია მართლა ნუ რა თქმა უნდა რომ იმუშაო და მუშაობ კიდევაც ყველაფერი მიღწევადია მაგრამ შენში არ არის ეგ თვისება მე ეგეც მეხმარება ემოციურად რომ ვიცი რომ მართლა იმიტომ კი არა რომ რაღაცის გამო არ აკეთებ იმიტომ რომ არ შემიძლია სამუშაოა მართლა რა არა კი ხო თავისთავად მეხმარება კი მაგას მე ბევრს მუშაობთ მე მაგაზე კი ვცდილობთ აი რომ ელაპარაკები ხოლმე აი რაღაცაზე ვთქვათ ნაწყენები რა ვართ ერთმანეთში და მე რომ ჩემი შერიგება ხდება ხოლმე ესე რომ ხო იცი რომ არ შემიძლია რა აი ხო და მე ვისო კაი მაშინ ხო გახსენება ჭირდება რომ არ შემიძლია კაროჩი კაი შემდეგი მიდი როგორ ფიქრობ ვინ უფრო კარგად იცნობს მეორეს მე შენ თუ შენ მე უეჭველი შენ ობვიეს არის რომ მე გიცნობ შენ ხო ანუ შენ როგორც გიცნობ არ ვიცი ეგრე ჩემთავს არ ვიცი ხო მე ხანდახან ვშტერდები ხოლმე მაგაზე რომ აი ხო ანუ თაკოს რაღაცები ვიცი იქამდე სანამ თაკო მიცის მე ძალიან გახსნილი ვარ და იმიტომ აი ყველაფერზე ვლაპარაკობ ყველა ემოციას გამოვხატავ და ხო შესწავლილი ყავარ ანუ მართლა ანუ აი როგორ ვიცნობ იცი ანუ აი ყველაფერი ანუ აქედან ერთი კვირის მერე ვიცი რას გაკეთებს რა და რას ფიქრებს იმდენად ვიცნობ მოი მე მიდი შენ კაი როგორ ფიქრობ რომელი უფრო სპონტანური ურთიერთობაში მე თუ შენ მაგაზე გვილაპარაკებ ჯერ სპონტანურობა ხო ვილაპარაკეთ ადრე და რა ცოტა სპონტანურობა გვაკლია ეს ბოლო პერიოდია მაგრამ ადრე უფრო მე ვიყავი სპონტანური ანუ მე უფრო სპონტანური მე უფრო ვარ კი უფრო ვარ მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ცოტა ნუ ეხა ხო ბავშვი ყავს ხო ცოტა ხანი დავსწრებ ესეც ის არის ეტაპი არის კაი როგორ ფიქრობ ბოდიშის მოხდა ჩვენთან უფრო სიტყვებით ხდება თუ ქმედებებით ჩემგან შენ თუ გიხდიბოდის ქმედებით უფრო ხდება ხოლმე ხო ჩემგან ხო ეხლა შენ რომ მოხვიდე და მითხრა რომ ბოდიში და მე წახვიდე რა თქმა უნდა რომ ემოციურ ინტელექტი არ მაქვს თუ რაღაც არა დაივიწყე არა ხო ჩემგან ეგრე არის ხოლმე ძირითადად რა რომ მე ქმედებით უფრო ემოშები რა გიხდი შენ ბოდიშს და შენ ხო იმიტომ რომ მუშაობს ხო შენ უბრალოდ ბოდიში უნდა მითხრა და всё ხო რაღაც ის არის რა ხო შენ ეგ ჭირდება რომ ხო მივიღო პატიება და მე მჭირდება არა ეს უბრალოდ არ ვიცი რატო ხდება არა ხო ნუ ხო ეგრე ქვია რა ხო ჩემგან ქმედება შენგან სიტყვა კი ბატონო იმიტომ რომ ეგ მუშაობს ჩვენზე რომელი საჭმელი ან გემო გაბრუნებს ბავშვობაში ხო იცი
კი, არაჟანი და ხაჭო. ხო. არაჟანი და ხაჭო, ჩემი საყვარელი საჭმელი ხო იცოდეთ და ვეღარ ვჭამ. მაგრამ ხო, ყველაზე მეტად ეგ, და კიდე ძალიან მაგრამ აბრუნებს მანიფაფა და მანიფაფა. ხო, მანიფაფა. აი მანიფაფა ძალიან ბავშვობა არის. მე ძალიან. მე ყიყლიყო. და იცი რა მანიფაფაში არ არის, მანიფაფაში ესე აი კარგად გახსნილი რო არ არის მან და კორკოშრებში ხდება პატარა და მას პირში ხეთქა ორი გორას სწორებ და შენ გოგლი მოგლი გასიჯული გაქვს? ხა და გოგლი მოგჭამდი მე ალბათ 20 ჯერ მაქვს სალმონელა გადადარებული. ჩვენი ურთიერთობა რომ კერძი იყოს რომელი იქნებოდა? კაი, შენ მეკითხები, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს დარწმუნებული ვარ ეგ პასუხი. შენ მეკითხები და მე მეკითხები. ხო, მეც კი პასუხები. შენ ციფიქრე. კანჭი. ჩვენი ურთიერთობა გეტყვი რაც იქნება. ხო, მიდევა. ჩაკაფული. ჩაკაფული. ცოცხალი არის რა. ხო. და ეგეთი ლაღია ყველაზე რა. გამრიელია. და მაგარი და ხორციც აქ წვიანიც არის. იმაზეც კი მოგწონს, ამაზეც მოგწონს. დილას არა აქვს. სკაი. თონის ფური უხდება რა. ჩაკაფული მაგარი. კი, მომინდა ეხა. აი, ჩემთვის რატომაც აი ცოცხალი თევზისგან გაკეთებული აი სუში მაგათი. აი, ეგეთი დავარცხნილი. აი, სუში და შეიძლება. აი, სუში, ჩაკაფული. ხო, კაი, ჩაკაფული. მოწე ჩაკაფული. გაქვს თუ არა განცდა რომ ჩემ გამო რამეზე უარი თქვი? არა. შენ გამო არა. რაღაცებზე უარი ვთქვი ცხოვრებაში კი, მაგრამ მე ნუ დამობრალებ. შენ აფშუაში არ ხარ. ხო, შენ ნამდვილად აფშუაში არ ხარ. რა არის ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ბოლო ჩხუბმა გასწავლა? ეხლა რომ ჩხუბეთ, ეხლა 1-2 საათი. აბა რა ისწავლე? აიღო. აი, გროაც, ეს ემოციური ინტელექტი მიდიოდა საბოლოო ჯამში. დახმარება რო გჭირდება. არა, ჭირდებოდა რომ ეს სანამ ჩაი აქ მოდიოდი და ჩაეცვა და მოდი მიყურე. როგორ ვიცმევ, ანუ რა აი დამეხმარა, შენ დაგეხმარო რა, ნუ დაუჯდე. ჩავიცვა. ესე და დაუჯდე და არც ვარაფერი არ უთხრა, შო რა, ანუ მე არ შემეძლია ეგეთი რა. ხო, შორის ასჯერ გითხარი და მაინც ჩემი ჩავიცვა საბოლოოდ. ლამაზი ხარ ძალიან. მადლობა. არაფერი. შო. და საჩუქარი სტუდიაში. საჩუქარი სტუდიაში. ესე გაგია რა? კი, გამიანა რომ მკოცნი. მაინდა ახლა გაკოცებ. ოპა. საჩუქარი მინდა. მიდი გახსნე. Unboxing-ი. ოპა. კაი. ესე იგი. ახალი ჰუდი პირველ რიგში ჩვენს ყურადღებას იპყრობს სტიკერები. მინდა შენ ფულწრფელობა სიყვარული. კაია. აი ახალი ჰუდი. კაი. ეს მომწონს ძალიან. ეს ჩემი, ერთი შენი, ერთი ჩემი. შვენიერი ამბავი. ძალიან მომწონს. კი. ეს სახში ნახოთ ეს რა. ხო. მე მგონი ძალიან გულწრფელები ვიყავით მართლა. არა, კაი ხო რა. კაის თვითონ კარგი საშუალება არის რომ გაიხსნა რა. კიდე მოვთ ხოლმე და თუ შეიძლება რა ცოტი. შეიძლება. ერთი სეანსი რომ დაგვიჯავშნათ კიდე. არა ხო ძალიან კარგი ის არის გამოცდილება იდეაში რა. სანერვიულ რა რატო ნერვიული? არ ვიცი. მე კამერასთან რაღაც ნამუშევარი ბევრი. მაგრამ მაგას მე შევწყვი. ხო, მაგრამ რაღაც ჩემი აღმოჩნდა. შენი აღმოჩნდა. ეს მაგას გეუბნები რომ შენია თქვა, კი. კაი, ინფლუენსერობას ვიწყებ. კაი. მადლობა ძალიან.